ძალიან საინტერესო თემით ვაგრძელებთ საუბარსაც უკვე დაგიანონსეთ. მე შემიძლია ვთქვა, რომ ორი მართლაც ძალიან ძლიერი და ნამდვილად რეფორმატორი ყავდა ქართულ ქორეოგრაფიულ ხელოვნებას, კლასიკას, ეს იყო პირველ ყოვლისა ვახტანგ ჭაბუკიანი და მე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს იყო ასევე გიორგი ალექსიძე, რომელმაც მართლაც გარკვეული რევოლუციური გადატრიალება მოახდინა იმ პერიოდის ქორეოგრაფიაში და არა მარტო ქართულ ქორეოგრაფიაში, თანამედროვე ცეკვის, თანამედროვე ბალეტის, თანამედროვე მოდერნ ბალეტის სხვადასხვა სახელწოდება აქვს მას და მე ძალიან მიხარია, რომ ამ გზის ძალიან კარგი გამგრძელებელი და არ მიატოვა ეს გზა, ასე ვთქვათ, შუა გზაზე არ დატოვა მისმა ქალიშვილმა, რომელიც დღეს ჩვენი სტუმარია, მარიამ ალექსიძემ და შექმნა კიდევ უფრო გააძლიერა და შექმნა თანამედროვე ცეკვის ბალეტი, რომელიც თანამედროვე ცეკვის თეატრი, რომლის ხელმძღვანელიც არის, შემდგომ ძალიან დიდი წარმატება მოუტანა ამ თავის მიერ შექმნილ თეატრს და სოფლიო არენაზეც კი გაიტანა და იმდენად მნიშვნელოვანი გახდა, რომ მასე სამეცნიერო ნაშრომით შეიქმნა და შემდგომ პუბლიკაციაც და სწორედ ამ პუბლიკაციის ავტორიც არის დღეს ჩვენი სტუმარი, ბატონი დავით მაზიაშვილი, რომელმაც ძალიან საინტერესო სახელწოდება დაარქვა და ზუსტად ამ ნაშრომს ეს არის სიტყვა, როგორც მუსიკა და მოძრაობა და როგორც მე ვიცი, ქვესათაურის სახით არის, რომ დასავლური ლიტერატურა არის სწორედ მარიამ ალექსიძის ქორეოგრაფიაში. აი სწორედ ამ წიგნზე ვისაუბრეთ დღეს, რომლის პრეზენტაციაც შედგება 16 მაისს რუსთაველის ეროვნულ თეატრში და რომლის სხვათა შორის პრემიერა და პრეზენტაცია უკვე შედგა და არც ისე ასე ვთქვათ, უნიშნელო ადგილას შედგა ლონდონში, როგორც მე ვიცი და გილოცავთ ამ წარმატებას, რომელიც თქვენ წიგნს ხვდა წილად და დავიწყოთ მინდა საუბარი სწორედ თქვენით, იმიტომ რომ წიგნის ავტორი თქვენ ბრძანდებით, შემდგომ გადავალთ მარიამთან საუბარს გავაგრძელებთ. ნახეთ სპექტაკლები, მოგეწონათ, აღმოაჩინეთ, რომ ეს არის ძალიან საინტერესო და როგორ დაუკავშირეთ ეს ყველაფერი იმ კვლევას, რომელიც თქვენ ჩაატარეთ, რამდენად დავინახეთ მას ის რომ ყოველი სიტყვა, რომელიც არის ლიტერატურის საფუძველი, გაცოცხლდა ქორეოგრაფიაში. დიდი მადლობა ინტერესისთვის და მოწვევისთვის. ვფიქრობ, ეს სახელწოდება არის არა მხოლოდ ამ წიგნის სახელწოდება, არამედ რაღაც მხრივ აფასებს და რაღაცნაირად წარმოაჩენს მარიამის თვლიან შემოქმედებას. როგორც მოგიხსენებათ, მარიამის განაცხადი თანამედროვე საბალეტო ხელოვნებაში, თანამედროვე ხელოვნებაში, მე ასე ვიტყოდი, იყო სწორედ ფანტასტიკური სპექტაკლი დოვინდოვენდოული, რომელიც მთლიანად გალაქტიონის პოეზიაზე აგებული და იქ უკვე გამოჩნდა სიტყვის ფორმის ინოვაციური გამოხატვის ხერხები, რომელიც პირადად ჩემთვის ყოველ ჯერზე არის რაღაცნაირად ახალი აღმოჩენების სამყარო. და ამის შემდეგ უკვე მარიამის შემოქმედება რაღაცნაირად ეს როგორც ხელწერა ისე გაყვა და აი ამის ფორმირება ეს არ მომხდარა ჩემს გონებაში ერთ დღეში და ორ დღეში, ეს რაღაც პროცესი იყო და ეს პროცესს მე ყოველდღიურად ვადევნებდი თვალყურს და აი სწორედ ის დიდი ავტორები, რომელიც ქმნიდნენ დასავლურ ცივილიზაციას და სადაც არის ნამდვილი ცივილიზაცია, ეს არის ევრიპიდე, ეს არის ბოეთიუსი, თუ ეს არის დანტე, ჯოისი და მათ შორის მარიჯანიც, სწორედ აი ეს არის ის ხაზი, რომელსაც მარიამი აი ამ 10 წლის განმავლობაში, ესე იგი, თბილისის თანამედროვე ბალეტის დაფუძნების შემდეგ სწორედ ავითარებს და რაღაც ახალ განზომილებაში გაყავს. ამიტომ მე ვფიქრობდი, რომ ეს იყო ალუზიების, ლიტერატურული ალუზიების ახლებურად წარმოჩენის, რაღაცნაირად გადატანის სცენაზე გაცოცხლების და მისი თანამედროვე აღქმის სამყარო და მინდოდა რომ ეს სამყარო რაღაცნაირად ჩემ თავში გამეაზრებინა და შემდეგ უკვე ფართო მკითხველისთვის გამეზიარებინა და აი ბედნიერი ვარ რომ 2025 წელს სწორედ სეზამ პაბლიშინგმა და შორენა შავერდაშვილმა აი ამ წიგნს ხელი მოკიდეს და აი ესეთ თქვათ ცოტა დამაჩქარეს კიდეც რომ ეს შემდგარიყო და შემდგარიყო აი ამ წიგნის შემდეგ უკვე წარდგენა პირველად ლონდონში, ლონდონის წიგნის ბაზრობაზე, რისთვისაც მე ვფიქრობ სწორი ადგილი იყო შერჩეული, რომ კვეთა ყოფილიყო ერთი მხრივ როგორ გვესმის
ლიტერატურათმცოდნეობაში ზოგადად ლიტერატურა როგორ გვესმის ლიტერატურული პროცესები და როგორ ხედავს თანამედროვე ხელოვანი მარიამ ალექსიძე მე არ ვიტყოდი მხოლოდ ქორეოგრაფი არამედ ხელოვანი აი ამ კვეთებს თანამედროვეში როგორ ქმნის აი ამ რაღაც განზომილებებს და მე მგონი ძალიან რთული მისია არის ხოთაშორის, იმიტომ რომ ერთი მხრივ რომ ჩვენ უნდა ვიცოდეთ კარგად სიტყვა, გესმოდეს სიტყვა, ბაანალიზებდეთ სიტყვას და მეორე ძალიან კარგად ასევე მოითხოვს პლასტიკის ენის ცოდნას და ეს ინტერდისციპლინარული გამოვიდა შესაბამისად ნაშრომის და წიგნით. ჩემ კოლეგებს სანამ კითხვას დავსვამ, მე მარიამსთან მინდა გადავიდე კითხვით და მოგესალმოთ კიდევ ერთხელ მარიამ. მაინც მე ვფიქრობ შეიძლება ვცდები რომ ეს ბალეტის სახელწოდება რომელიც თქვენს თეატრში არის გარკვეულ ჩარჩოში მაინც გვაქცევს. მე მაინც მგონია რომ ეს არ არის მხოლოდ კლასიკური გაგებით ბალეტი, ეს უფრო არის ალბათ ცეკვის თეატრი, პლასტიკური თეატრი, იმიტომ რომ რაღაცა ეტაპზე სწორედ კლასიკური ბალეტის საფუძველზე აღმოცენებული კი არის, მაგრამ როგორც ყველაფერი ანგრევს გარკვეულწილად იმ სტანდარტს და წარმოდგენას, რომელიც შეიძლება ქონდეს კლასიკური გაგებით ბალეტს. და სწორედ ამიტომ არის ეს ძალიან საინტერესო. მე უკვე ვეღარ დავარქმევ იმას, რომ ეს არის ექსპერიმენტი. ოდესღაც ამას არქმევდა, რომ ეს არის ექსპერიმენტული ხედვა, ექსპერიმენტი ბალეტში და ასე შემდეგ. ეს არის დამოუკიდებლად არსებული ძალიან მნიშვნელოვანი თეატრალური ენა, პლასტიკის ენა. და მარიამ, მაინც რამდენად რთული იყო დამკვიდრება სწორედ ამ ენის ჩვენს სივრცეში, განსაკუთრებით იმ კონსერვატულ მაყურებელთა მიმართებაში, რომლისათვისაც აღქმაში მხოლოდ კლასიკურ ჩარჩოში არაბესკზე მდგომი წარმოუდგენია მოცეკვავე და სხვანაირი ტიპის ნგრევა, თუმცა სოფლიო გამოცდილება დიდია, მაგრამ ჩვენ სინამდვილეშია, იმიტომ რომ მამა თქვენიდან მეტყვილ არ დამიწყე, მათ თქვენიდან დაიწყო და თქვენ აგრძელებთ ამ გზას. Რამდენად რთული იყო თვით დამკვიდრება და საბოლოო ჯამში აი ამ შედეგამდე მისვლა, რომ თქვენზე წიგნი დაიწერა. მოგესალმებით, დიდი მადლობა შესავლისთვის, ამ შეკითხვისთვისაც. გიორგი ალექსიძის სახელობის და ეს ძალიან მნიშვნელოვანია თბილისის თანამედროვე ბალეტი 9 წლის არის და ის რომ აი ესეთი მნიშვნელოვანი სამეცნიერო ნაშრომით შევდივართ ჩვენ მე-10 წელიწადში აი ასეთი მნიშვნელოვანი სამეცნიერო ნაშრომით, რომელსაც ქვია სიტყვა როგორც მუსიკა და მოძრაობა და ეს არ არის მხოლოდ სათაური ამ ერთი წიგნის, არამედ ფაქტობრივად გამოხატავს მთელ არსს ჩემი ქორეოგრაფიის და იმ გზას, რასაც მე ვაგრძელებ გიორგი ალექსიძის გზას და აი ამ მიმართულებას და პასუხი არის თქვენ კითხვაზე, აი ამაში სიტყვა როგორც მუსიკა და მოძრაობა არის არსი მთელი აი ამ ჩვენი გზის, რომელიც ესახება დავით მაზიაშვილს და ფაქტობრივად აი ამ ერთ სათაურში დახასიათება არის მთელი ჩვენი მიმდინარეობის მიმართულების, რასაც ვაკეთებთ ამ წლების განმავლობაში და ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ეს არის ახალი თაობის მეცნიერის თანადროული აღქმა თანამედროვე ქორეოგრაფიის დღეს მოქმედი ქორეოგრაფიული პროცესების და აი ამაში ქორეოგრაფიაში ლიტერატურის, სიტყვის, აზრის, ამ იდეების წარმოჩენა. მარიამ, იცი რა მინდა რომ გკითხო, მე ვიცი რომ ლონდონის წიგნის ბაზრობაზე წარდგენილი იყო ეს წიგნი. თან ზდევდა ამას თქვენი ქორეოგრაფიული წარმოდგენაც? ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წიგნი ახალი გამოცემული იყო სეზანის მიერ და მოხდა მაშინათვე წარდგენა ესეთ მნიშვნელოვან ცენტრში, ეპიცენტრში, ასე ვთქვათ, ლონდონის წიგნის ბაზრობაზე და ეს იყო განსხვავებული ფორმატით. და მაინც, აი როგორ მიიღო მაყურებელმა ეს, იმიტომ რომ უკვე ბოლოსკენ მივდივართ და მინდა რომ რაღაცნაირად შემაჯამოთ. ეს
იყო ღონისძიება, რომელიც ეთმობოდა ავტორის წარდგენას, საუბარი გამომცემელსა და ავტორს შორის წიგნის წარდგენა და მეორე ნახევარი ეთმობოდა ჩვენ წარმოვადგინეთ მცირე ფრაგმენტები იმ სპექტაკლებიდან, რაც არის ასახული დავითის მონოგრაფიაში, მის კვლევაში და ჩვენი დასის მოცეკვავეებმა, ჩემთან და ქალბატონ მარინა ალექსიძესთან ერთად ჩვენ აი ვეცადეთ რომ გაგვეცოცხლევინა და დამსწრე საზოგადოებაში დაბეჭდილება ჰქონოდა ასევე ვიზუალური თუ რას შეეხება წიგნი. რა თქმა უნდა, წიგნი იკვლევს ერთ მიმართულებას, ეს არის დასავლური ლიტერატურა, როგორ აისახება ჩემს ქორეოგრაფიაში, მაგრამ დავითს აქვს ძალიან ფართო დიაპაზონი, ის ამ თავისი ნაშრომებით მოგზაურობს დასავლურ ევროპულ ლიტერატურაში, ფილოსოფიაში და გვამოგზაურებს შეიძლება ქორეოგრაფიის საშუალებით. რომ ვურჩიოთ მაყურებელს, იმიტომ რომ უკვე ვეღარ ვასწრებთ არა, კიდევ აუცილებლად უნდა შევეხოთ და არ უნდა გამოგრჩეს აკადემიკოსი ბატონი რისმა გორდეზიანი, რომელიც როგორც ვიცით, რედაქტირების ნაწილში იღებდა მონაწილეობას და არაჩვეულებრივად აღწერა სხვათა შორის ეს წიგნი მე მოვისმინე და ერთი მონაკვეთი დავამახსოვრდა, რომ ეს როგორ შეიძლებაო დაწერო სამეცნიერო ნაშრომი ერთ ხელოვანზე და ამ ესე იგი და გავეცნოთ ამავდროულად მსოფლიო ცივილიზაციას, მსოფლიო ფილოსოფიას და კულტურას ზოგადად და ეს ძალიან საინტერესო იყო და აი როგორი იყო დაუშვათ აი როგორ გააცანით ეს იდეა ესეც საინტერესო იქნება ალბათ. ნუ ბატონი რისმა გორდეზიანი, მარიამ ალექსიძის და ზოგადად ჩვენი დასის გიორგი ალექსიძის სახელობის ფილის თანამედროვე ბალეტის ნათლი მამა შეიძლება ასე ვთქვათ და მასთან მე როგორც ახალგაზრდა კოლეგას ყოველთვის მქონდა მიზიდულობა ჩვენ საუბრობდით და მე მგონი ეს წიგნი იყო სწორედ ის, სადაც ბატონი რისმაგი უნდა ყოფილიყო აი ის სიტყვა რაც ის არის. ძალიან დიდი მადლობა სამწუხაროდ ჩვენი დროდილის ძალიან შეზღუდულია, უნდა დაგემშვიდობოთ, წარმატება გისურვოთ 16 მაისს ველოდებით თქვენი წიგნის თბილისურ პრემიერას. დიდი პრეზენტაცია, დიდი მადლობა.